გამარჯობა ძირფასო ხაშურელო ტელემაყურებლებო. დღეს თქვენი ხილავთ სატელევიზიო ფილმს, რომელიც ეძღვნება ქალაქის კულტურის საფთან არსებულ ხალხური სიმღერის ანსამბლს ხაშურს, რომლის ხელმძღვანელია ბატონი ალექსანდრე ნევსაცი. იმედი რომ ფილმი თქვენში დადებით ემოციებს გამოიწვევს. ეს პირველი სატელევიზიო ფილმია, რომლის ავტორები ჩვენი თანაქალაქელები არიან. ქალბატონ ნანი გაჩიჩილაძეს ხაშურელ ხელოვნების მოვალეთა წინაშე წარსგენ არჩევება, იგი მრავალი ლამაზი ღონისძიების საღამოს ავტორი და სრული შემქმნელია. ამჟამად ქალბატონ ნანი ახალ ამპლუაში მოგვევლინა, იგი ამ ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია. ქალბატონ დარეჯან თაგვაძესთან ერთად. ქალბატონი დარეჯანი კი ჩვენი ბიბლიოთეკის თანამშრომელია. ფილმის ოპერატორია მარანა მედოიძე, რკინიგზის მეოთხე საშუალო სკოლის პედაგოგი. ვიდეო მონტაჟი და ხმის რეჟისურა კი გააკეთა ამ საქმის შესანიშნავმა მცოდნემ დავით ოღობერიძემ. გზა დავულოცოთ ფილმის შემოქმედებით კოლექტივს და იმედი ვიქონიეთ, რომ ისინი მრავალი ლამაზი ფილმით გაახარებენ ჩვენს გულებს. მაშასე ნახოთ სატელევიზიო ფილმი არაფერი გვემუქრება ქართულებს, ვიდრე ქართულ სიმღერებსა ვღერით. ხასრომიბა არაფერი მეტი შენ თუ გინდა სულ პირველი მითხარი მე თუ გინდა სულ მეორეს გეტყვი მომხედე და მიმკურნალე მალიმალ კრიმანჭულით გამისველე ყელით მომაგონე ძველი ჰარი ჰარალე ოდოიად შემასწავლე ძველი თუღელში ვათენებ და ვაღამებ განზე დგას და ხმას ვერ იღებს მტერი არაფერი გვემუქრება ქართველებს ვიდრე ქართულ სიმღერებს ამღერი. ქართული სიმღერა ხალხთან ერთად გაიფარდა. მათ ერთად განვლეს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მძიმე ბრძოლებით აღსავსე საუკუნეები. სიმღერა ხალხთან ერთად იმარჯვებდა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ქართველი ერის ისტორიას. რა შესანიშნავი და მდიდარი სიმღერებია, მომაჯადოებელი მელოდიების რაუძირო ზღვა. ეს სიმღერები ხალხის დიდ კულტურას ადასტურებენ. მე ბევრი ხალხის სიმღერა მომისმენია, მაგრამ ასეთი მომხიბლავი სილამაზე არცად შემხვედრია. ეს სიტყვები დიდ ფრანგ მწერალს და მუსიკის შესანიშნავ მცოდნეს რომელ როლანს ეკუთვნის. და არა მარტო როლანი მოუყვანია ახტაცებაში უნიკალურ ქართულ მრავალხმიან სიმღერებს. ქართულ ხანგებს თაყვანისცემა და აღფრთოვანება თან ახლდათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ ჯერ არც საქართველოს ბარგლები გადაულახავთ, არც გამოჩენი იმპრესარიოს მიუწევია საზღვარგარეთ გასტროლებზე, არც ტაშის გრიალით გაუცილებიათ სცენიდან რომაელებსა თუ ათენელებს, პარიზელებსა თუ ლონდონელებს. ანსამბლი ჩვენს პატარა ქალაქში დაიბადა 1987 წელს. თავის ქალაქზე და სიმღერაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მომღერლებმა სახელწოდებაც შესაბამისი შეარქვეს ანსამბლს ხაშური. ანსამბლის ყველა წევრი არაპროფესიონალები არიან, მაგრამ ქართული ხალხური სიმღერების ისეთი მცოდნე, რომ პროფესიონალებსაც კი შეშურდებოდა. ანსამბლის მომღერლების ღვაწლის ანალიზის გაკეთება არ მოხერხდება ამ გადაცემაში, მხოლოდ გაგაცნობთ მათ,
რომელსმა დიდმა ნიჭმა, მონდომებამ, ერთსულოვნებამ, სულისკვეთებამ შეკრა ალეკო გუნცაძე, ალეკო ნემსაძე, გოგი აბასაშვილი, როინ ხვედელიანი, ლოვა კიკნაძე, თემურ თოთლაძე, ვანო ხიჩაკაძე, ომარ ცხვედაძე, გია ბოლოკაძე. თავისი თვითმყოფადობით, თავისი განსხვავებული ხელწერით, მაღალი პროფესიონალიზმი დიდი ხანია დაიწყო მუსიკის მოხალისეთა გულებით. აი თქვენ თვითონ, როგორც ხელმძღვანელი, როგორც ალექსანდრე ნემსაძე, რაც გეტყობთ ანსამბლზე და საერთოდ თქვენს შემოქმედებას? ჩვენ ანსამბლს თავიდან ხოდა განზრახული შექმნა ესეთი კოლექტივი, სასამართლო კოლექტივი, რაც რომელიც რეპერტუარზე წაიძახებოდა კონცერტებს. ყველა კონცერტზე. ეს იყო უთავრესი იდეა. როგორ ეს შემოგვიდა? ჩვენ რეპერტუარზე ასამბლეს იმედა. ასოები უმრავლესი ვაროც განსაკუთრებული ხალხური ყველა ცდილობთ რომ ეს დემონსტრაცია ის კუთხით ეთნო ხასიათი და დამახასიათებელი მაქსიმუმ დროში გავხდით. და არის ის დასაფასებელი თქვენი ანსამბლი, რომ არც ერთ კუთხეს არ აქვს ამდენი განსხვავებული სიმღერები. აი ეს იმერული დაუშვათ უფრო მეტად იკავება იმერული სიმღერები. და არ არსებობს კუთხე. ხაშურის ხასიათი. არ არსებობს კუთხე, რომ ეს სიმღერა არ ჟღერდეს თქვენს რეპერტუარში. ხაშურის კაცის ალბათ მიიღო. ეს საქართველოს ჯაჯგაუხტელი ქართველთა წინაპრები ხელში გუთნითა და წელზე ქამრახანჯრით საუკუნეების მანძილზე ინახავდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ ხალხურ სიმღერას, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთ ნიშანს. ამის დასტურია 6 წლის ვასიკო ნემსაძის ურთულესი კრიმანჭულის შესრულება, კრიმანჭულის, რომლის შესრულებაც თვითგურულებისთვის წარმოადგენს სირთულეს. ასეთი სირთულეებით შეჰყავს ბატონ ალიკოს ვაჟიშვილი ქართული სიმღერის სამყაროში. Jari
მრავალ ფასდაუდებელ საგანძურთა შორის, რაც ქართველ ერთ საუკუნეთა მანძილზე შეუქმნია, ერთ-ერთ ძვირფას განძს წარმოადგენს მეგობრობა, გრძნობიარე ქართველთა სულის შუქთა მფრენი. სწორედ ამ მეგობრობის დიდ გრძნობას მშობლიურ ხაშურში სიყვარულის ჩამოჰყავს გოგი აბასაშვილი ყოველ პარასკევს რეპეტიციაზე. მას მოუთმელად მოელიან მეგობრები. ანსამბლის მომღერალს ლანი გვედესიანს გონი იმედიც კი გადაუწურავს გოგის მელოდიაში. ჩვენი ბავშვებიდან მოვდივარ, მე ძალიან კარგად მახსოვს ის მუსიკალური სალონები, რომელსაც თითოეული ჩვენთანგანი მართავდით საკუთარ ოჯახებში. შენ მაშინ იმდენი ლამაზი დღები გვაჩუქე და ის დღების ჩვენ თვით დღესასწაულობად. როგორიყავი უსასრულოდ შეყვარებული ამ დღემდე საოპერო ხელოვნებაზე, განსაკუთრებულად მიყვარდა იტალიური ოპერები და ხან რადამესაც მოგვიყვებოდი, ხან იყავი ხოზე, ხან ვინ და ხან ვინ გამოჩენილი საოპერო გმირები, ასე ვთქვა. დღესაც თავგამოდებით, ასე ვთქვა, თავგამწირებით ემსახურები მის უდიდებულესობას მუსიკას, დღეს უკვე ხალხურ სიმღერას, ასე ვთქვათ, ელოლიერები, ესათუთები და თავგამწირებით ამიტომ აღნიშნავ ხანდაზით, რომ ის 25 წელი თბილისში ცხოვრობდა, აი როგორ ახერხე ჩამოსვლას ხაშურში ყოველ პარასკევს, ასე ვთქვათ, საქართველოს ძველბედობის ჟამს, მაგრამ ალბათ აქ გადარჩენის ფაქტორს არის. დიდი მნიშვნელობა, რომ გადავრჩეთ ერი შთამომავლობას, ჩვენ შვილებს შეუნახოთ ის, რაც ჩვენთვის საფიცარი და საფაყვანო იყო. ერთი-ორი სიტყვა მიხარით. თავისთავად მე ახლა საუბარი იმაზე, რომ ასე პერიოდში ზოგი ითქვის დადო სიმღერა, მაგრამ აქ მეგრამე ჩანდებული ქართველი ბუნება სიმღერა როგორ გაგრძელებს ქართველი და ყველა ქართველი მომინარე გაჩერებულთან ვერო და აღნიშნული შემდეგ. რას თავარია ახლა ეს გამყიდველობა იმისა, საიდან მოხერხება შემოსწორება და ის სიყვარულია საკუთარ შეფრთხილ ხარის და იმ ანსამბლის წევრებისაც კი დასაკვირველია, რომელმაც ასეთი გემრიელი ამოშენებია ანსამბლის შექმნა. მუსიკაში მომგონოს ყველაფერი მართალია გულს არ ემღერება, მაგრამ მომავლისათვის ეს დიდი საქმე კეთება, ამიტომ ალექსანდრე დიდი საქმეს მოგიწევდა ეს მონზაკეთეს იმისათვის რომ კიდევ თაფიქრობა დედამ გამოკეთოს რომ შესაძლოა არახაში მაინც ავიღოთ რომ კაცებს მიმღეროთ და რომ ისწოდა და აი უნდა რომ ისე პანიკი უფრო ხარის მეგობრების და რა შეკვეთილი გამო სიარსტეს თითქმის რა
ქართული სიმღერაც თაობიდან თაობაში გადადიოდა, ვითარცა ღვინო დოქიდან ჯამში, ვითარცა ტრადიცია, ეგრეთ წოდებული ერის გენო. ქართული სიმღერა დღესაც გადადის მამიდან შვილში, დასტურად გამოდგება ანსამბლის წევრის ვოვა კიკნაძის და მისი ვაჟიშვილის გოგას ქართული სიმღერის სიყვარული. ბატონ ვოვას კარგად ახსოვს გამოთქმა, თუ გინდა სიმღერა გადარჩეს და საუკუნეები იცოცხლოს, იგი ბავშვებს უნდა შეასწავლო. სიმღერისა და პირშოს სიყვარულმა თავისთავად გაიკაფა გზა და ვოვა კიკნაძემ შვილს პატარაობიდანვე ჩაოსახა მშობლიური სიმღერის სიყვარული.
მაღალი კულტურა და ლაზათი ხომ ოდითგან ცნობილია. მომღერლები დრო და დრო თესნაკურთხი მტევნების ნაჟურით შეხალისებული შემოძახებენ ხოლმე ომახიან დალოცვილ სუფროს. ანსამბლის ბერმუხა, რაც თავი ახსოვს მღერის თავისი ბუბუნა ლამაზი ბანით. დღეს მის დაბადების დღეს. ჩვენი საყოლის კაცი ადრონი ნოდარი საქმეო. ნოდარი თუნჩის საქმეო. მაგრამ მე მან ჩემი სიტყვით პორიოდის მოგახსენებთ რომ ბატონი ნოდარი წლების განმავლობაში მე დააღვევი 40 წელი ემსახურება სიმღერის განვითარების საქმეს. თვითონ ვერა არ ვთანხმდი ჩემი გამოჩენილი მომღერალ ავთან გენგლონებთან ნიკო ბახტაძესთან ვარცხდები და ბევრი დიდი ნოტვარებთან დღეს რაც შეუსრულდა 6 წლიდან და დღესაც თქვენთან ახლა დღეს რომ მომგვიყარა ამ შეერთთან ეს გუნდო შეიხულა მე მაშინ არ ვიყავი ცოტა თავში გავასაგები რომ გამიგე და ახალგაზრდია და მე ბევრი ვიფიქრე ოღონდ ჩემს გუნდთან რა ვიცავდა და ამათო ვარ ცოტა ამათო მუშა და ხელი ამათთან ვიქნე დიდი მადლობა შეგვიძლია გამოვიხსნა რეალი ეს ბევრი ეგეთები ხალხო დანეს ეს ქვეყანა დიდო ღმერთო მიდა თქვენთან სამართლად დიდებით, პატარებით, ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ, ბევრი ვართ ტახტრევანი და კისეთ სატარები. შინაურ გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ, ჩქარობენ ერთმანეთი გადათელონ, უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის, ვულკანზე შემდგარი საქართველო. შეაჩვენე სიმართლე მოსყიდულნი,
ამნაირ ერისკაც დაჭერს მარიდე უფალო შეაჩვენე ეფშმაკის მოციქულნი ამრავლე აცლიერე გმირები ჭეშმარიტი უფალო შეგვიწყალე რამე თუ ცოტანი ვართ უთახში სიმცირით წიროვნებით შვილები გამეზარდე დემეტრე ცოტნეებად ნინო და გიორგი მყავს ნათლია მირონები უფალო შეგვიწყალე და ბნელია ნათელე უფალო შეგვიწყალე დიდებით პატარებით არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო არც ისე პატარაა და ხელით სატარები და ასე დაუსრულებლად მოედინება ეპიკურად ამაღლებული ლაღი და გაშლილი კახური სწრაფი ცეცხლოვანი გურული დინჯი შვიდი რაჭული ნასი ლირიკული მეგრული ხიარული ხალისიანი იმერული დათოვლილი მთებივით ამაღლებული სვანური უსმენ მათ და სული კვამლივით მაღლდება ცამდე ასე მგონია თითოეულ სიმღერას ხელში აიყვანენ, ჩაიხუტებენ, მოეფერებიან ქართული სიმღერასავით ალალ-მართალი, სპეტაკი, უანგარო, სულით ამაღლებული მომღერლები. მიამაყება, რომ ჩემს ქალაქში
მარად იცოცხლებს სიმღერა და ხალხს მომავლის რწმენით აავსებს.